მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფებით არიას არხზე და დღეს მე და ანამ უნდა გადავიღოთ ჩელენჯი. ეს ჩელენჯი არის ფერებზე, უნდა გქონდეს არჩეული ფერები ერთ-ერთი და 24 საათი ეგ ფერი უნდა გვეცვას, უნდა ვჭამოთ, ყველაფერი მაგ ფერში უნდა გავაკეთოთ და იმედია ეს ვიდეო მოგეწონებათ. ვლოგი კერძო ვიდეო იწყება. ეხლა არის რუის ნახევარი და მე და ლიზი მივდივართ სკოლაში. როგორც ხედავთ, მე ავირჩიე ლურჯი ფერი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მივხვდი, რომ ლურჯი ბევრ რაღაც არ მაქვს. საერთოდ არ მაქვს არაფერი, ამიტომ თუ არანაირი ის არ იქნება, მე მაქვს ორი ფერი, ლურჯი და ცისფერი, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ლურჯის პოვნა ყველაფერს იქნება ძალიან ძნელი. ამიტომ თან მაქვს ლურჯიც, თან მაქვს ცისფერიც და თან ძალიან მაგრად მეძინება და ეხლა ვიმზადებით, რომ წავიდეთ სკოლაში. ერთადერთი პრობლემა კიდევ ვაფშე არაფერი არ მაქვს მაგ ფერის. ერთადერთი სუნა მომაქვს ცისფერი და კიდე რა მაქვს? და წუში მაქვს ლურჯი. ვაუ. ანუ მარტო ეს ამ ორი რაღაცით ასმა მიწევს, რომ მეტი ცისფერი არაფერი არ მაქვს. ნუ კიდე მაქვს ლურჯი ტუში. მაგრამ ლურჯი ტუში სკოლაში არ წავა. კიდე პრობლემა, ლურჯი სამაჯური მაქვს კაი და ერთ-ერთი მაქვს კიდე ლურჯი საყურები. მაგრამ ეს წარმოგიდგენთ თქვენ ახლა მაიკაზე? რა საშინად გამოჩნდება. ნუ ერთადერთი კიდე ლიზი მათხოვებს ლურჯ სამაჯურებს, იმიტომ რომ ჩემ სამაჯურებს რომელიც მიკეთე ხოლმე მე ვერ გავიკეთებ, იმიტომ რომ ვარდისფერებია და ამიტომ შეგვიძლია გავიკეთოთ ესენი. ლურჯია. ჩემი ხელი გამოყვება ესე, რა თქმა უნდა ბევრი სამაჯური არა, მაგრამ მაინც რაღაც არის სამაჯურთან მოსაწასვლა, ამიტომ ეხლა რაც გაქვს მაგას ვიყენებთ. აი ის ტრანჯინი რაღაც, მაგრამ არ მეგონა რომ ლურჯი მაქვს მარტო 3 ცალი რაღაც. მაგრამ აი არის. და ერთადერთი არჩევა გავაკეთე ხა საყურებზე, იმიტომ რომ არ მაქვს ლურჯი და ცისფერი საყურები. მე ვერ წავალ საყურების გარდა არ ვიცი, მე საყურებს ვიყენებ და ეხლა ვფიქრობ რა გავაკეთოთ საყურებზე. გამჭრალი არ ვიცი, თუ გამჭრალი არ მაქვს, ანუ სერი მაქვს და სერი რო გავიკეთო, არ ვფიქრობ რომ იქნება დიდი პრობლემა. იმედია. კიდე ლურჯი ვიპოვე. ხო შეიძლება საყურები გავუკეთე და არ ვიცი, დიდად არ ჩანს, ამიტომ კაი იყოს. ნუ ეხლა ძალიან დიდი საყურები არ მაქვს გაკეთებული და ხო, ამიტომ იყოს ესენი, იმიტომ რომ ანუ არ ჩანს დიდად, თან ხდება ლუქს. მოკლედ ეხლა ვიკეთებთ თმებს. ერთადერთი დიდი ლურჯი რეზინა. ნუ ელენი ჩემს ადგილზე გაიკეთებდა ამას. კიდე ერთი პრობლემა რაც არის, ის რომ სკოლაში ვჭამ მხოლოდ მარილიან ჩხირებს და მარილიანი ჩხირები ნახდათ არ არის ლურჯი. და ეხლა რა გავაკეთო არ ვიცი. მაგაზე უნდა მიფიქრე ალბათ გუში ვიდრე დღეს. მოკლედ საჭრის პრობლემა მოვაგვარეთ და ავიღეთ ბარნი, რომელიც არის ცისფერი. ნუ ლურჯიც აქვს ცოტა, ამიტომ ითვლება. და კიდე ვიპოვეთ ლურჯი ფერი 10 ლარიანი. ჩავჯოქით უკვე მანქანაში, ლიზი ხა მოდის და მე და ლიზი მივდივართ სკოლაში, იმიტომ რომ ვართ გამოიცეთ მე რამდენს მენა. პირველი და ესეც ლიზი. ჩვენ დაშორება ხდება ამას იძახება. ეს 5 სანტიმეტრი თორ დაშორებულები. მეტი არ არის დაშორება. აია. ჩვენ ავდივართ ხა შესაძლოა. მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მე და ანამ გავაკეთეთ ჩელენჯი 24 საათი ერთ ფერში. მე ავირჩიე ვარდისფერი, ჩავცი მაიკა ასეთი, გავაკეთეთ სკაპი, რიზედაც ვარდისფერი მაქვს და ანუ 24 საათი რომ ვჭამოთ ერთი ფერი, უნდა გვეცოს ერთი ფერი და ასე შემდეგ. მე გადავედი ხა მე-4 კლასში, ვარ მეორე სმენა და თქვენ წამოხვდეთ ჩვენთან ერთად სკოლაში. მოკლედ ახლა შეხვდეთ ფოლოვერები. ძალიან დიდი მადლობა.
ახლა მე ხავყი ესეთი მარშმელოები და ტოფიტა და ახლა კიდე მიდივარ სკოლაში. ხა შემოვიდით მაღაზიაში და უნდა ვიყიდოთ რამე ლურჯი. და სავარაუდოდ ის იქნება ორი, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ არის აქ ლურჯი. ეს არის, მაგრამ ეს არ მიყვარს. აქაც ლურჯი არაფერი არ არის, ნაყინი ყელმიწია. არაფერი არ იყიდება ლურჯი. ან წყალი შუაში. ლიზი, მოკლედ ვიყავით მაღაზიაში, ვიყიდეთ ორი წვენი. ნუ ლურჯია და მაგიტომ. ვიყიდეთ ორეო, ესეც ლურჯია და ვიყიდეთ Baby Fox-ის შოკოლადი. ნუ ეს ნახევრად ლურჯია, ნახევრად ცისფერი, მაგრამ მე ცისფერიც მაქვს და ლურჯიც, ამიტომ ხო. ეხლა ვჭამთ და მე უნდა ვიმეცადინო და 4-ზე მივდივარ ალბათ კბილისაკიდან. ალბათ არა მივდივარ. გამოიცანით რითი უნდა დავკავდე მომავალი რამდენიმე საათი. და კიდე ლურჯი პენალი მაქვს. სხვათა შორის ლურჯი წიგნი მაქვს მარტო ფიზიკის. ამიტომ მარტო ფიზიკას ვეცადინებ. ნეტო მართლა იგრეკოს. ჩვენს მაგინალისტა. მე 7 კლასში ვარ. მე 6-ში აღარ აქვს. იმიტომ რომ არ დავამთავრე. აი ეგრე. მაქვს ცისფერი როული. და კიდე მაქვს ცისფერი წიგნი. გეოგრაფიის. ეხლა გავდივართ კბილის ექიმთან და მაინც ისე გამიმართლა, იმიტომ კბილის ექიმთან ყველაფერი არის ცისფერი. ამიტომ ეხლა ჩვენ მივდივართ კბილის ექიმთან. ეხლა გამოვედით და ველოდებით ელენეს, რომელიც უნდა მოვიდეს სკოლიდან და მე უკვე მივდივართ სახლში. მოკლედ ელენე გამოვიდა ეხლა სკოლიდან და ყელიმეთ. და ახლა მივდივართ სახლში. ელენე ვარდისფერშია, მე ლურჯი. მოკლედ მეგობრებო, უკვე საღამოა და რადგან მე და ელენემ არ ვიცით რა გავაკეთებინა, ჩვენ მოვიფიქრეთ რომ გავაკეთებინა. Roblox-ში ჩვენი ფერების სკინები. 6-7. მოკლედ ეხლა ჩვენ გავაკეთებთ Roblox-ში, ესე იგი ელენე გააკეთებს თავისთვის ვარდისფერ სკინს, მე გავაკეთებ ჩემთვის ლურჯ სკინს და ბოლოს შევადარებთ რომელს უფრო ლამაზი ექნება. მე სხვათა შორის მეგობრებო, ძალიან მალე გავიდა, თუ მკითხავთ ეს დღე, იმიტომ თითქმის არაფერი არ გაგვიკეთებია ისე რომ შევხედოთ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვეულებრივი ერთი დღე არის, მე მგონი ჩვენი. ხო, მოკლედ და ესე გავიდა ჩვენი დღე. ეხლა კიდე ვიწყებთ სკინების გაკეთებას. ალბათ დაიწყებს ჯერ ელენე, ნუ პატარა და ვუთმობ. არა, ანუ ესე გავაკეთეთ და მე შევადაროთ. ორი ოკეი. გაზა. მოკლედ, ეხლა განახებთ ჩვენ სკინებს ჯერ როგორც გვაქვს. ეს არის ჩემი სკინი, სადღაც აქ იქნება და ელენეს სკინი იქნება სადღაც აქ მოცემული. და მოკლედ, ეხლა ჩვენ უკვე ვიწყებთ გაკეთებას ფერებიში და დავიწყოთ. ნუ ერთს ვიტყვი მე, რომ მე მაქვს ძალიან ბევრი რაღაც ნაყიდი რობუქსებით. ამიტომ შესაძლებელია, რომ მე უფრო ისეთი სკინი გამომივიდეს. ანუ უფრო მე შემილავყიდე ორი Roblox. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ლურჯი არაფერი არ მაქვს ნაყიდი. მე ვარ ამას სულ ვარდისფერი. არა, ამას საერთოდ არ აქვს ვარდისფერი. მე მაქვს ძალიან ბევრი ვარდისფერი რაღაც ნაყიდი. ადრე ვყიდულობდი 2021-ით, მაგრამ ოკეი, ჩვენ ვიწყებთ ახლა გაკეთებას. მოკლედ, ეხლა ჩვენ განახებთ ჩვენ სკინებს 3 2 მოკლედ, ცოტა მე ფოტოებს ჩავდებ, იმიტომ რომ კარგად არ ამგონია რომ გამოიჩეს. მე არ ვიცოდი როგორი გამეკეთებინა, იმიტომ რომ თურმე არაფერი არ მქონია მართლა ლურჯი ნაყიდი. აქედან თითქმის ყველაფერი არის უფასო, სახის გარდა, თმების გარდა და მაიკა რომ არის, ეგ ვიყიდე პროსტა რანდომულად და თურმე ცისფერი იყო, ამიტომ რატომაც არა. ელენეს რამე ნაყიდი გაქვს აქედან თუ ყველაფერი უფასოა. აქ ელენს ვაფშე მთიანი სკინი აქვს ანუ უფასო. ფრთები არის რაღაცი. ანუ თამაშებიდან არის უმეტესი. აი იცით რომელია ეგ არა, ადამიანი ეს TikTok-ში ნაყიდი. ვიღებდი. ეს რაღაც. მაიკა პინგვინის? არა, უფასო. ხო, ოკეი. და მოკლედ ხო, ანუ უფრო გამოვიდა ეს ასე ვთქვათ, ისეთი სკინები რა. ნუ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, უფრო ლამაზი გამოვიდა ალბათ ელენეს, იმიტომ რომ
ჩემი არის აი ძალიან ვერ ვიტყვი რომ რაღაცა კაია. მოკლედ მე მაინც ელენეს უფრო მგონია ლამაზი, ამიტომ ვიგებ რომ ელენე მოიგო. მოკლედ ამით ვიდეო ჩვენი რჩება. მინდა გითხრა ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც უყურა ეს ვიდეო. დაგვაფოლოვეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ და დაწერეთ კომენტარებში გინდათ თუ არა ესეთი მსგავსი ვიდეოები ელენესთან. გინდათ თუ არა რომ გადავიღოთ კიდე ერთ-ერთი ჩელენჯი და დაწერეთ რა ფერები გინდათ რომ ავირჩიოთ მე და ელენე ან რა შემდეგში. ჩელენჯი, ან რა გადავიღოთ ვაფშე. ხო, ან ზოგადად ჩელენჯები რა გინდათ რომ გადავიღოთ დაგვიწერეთ აუცილებლად ან ვაფშე რა კომენტარებში. გინდათ გადავიღოთ. ამიტომ ეხლა ჩვენ გევშვიდობებით. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს და ნახვამდის.